სპონსორი კომპანია ევროპა ბეთი, რომელიც ფინალის მე-6 რაუნდში გამარჯვებას გადასცემს სპეციალურ პრიზს 1000 ლარიან დეპოზიტ თავარ ანგარიშზე. ევროპა ბეთის რაუნდი. სამწუხაროდ ევროპა ბეთის წარმოდგენა კვლავ ვერ მოვიდა, ამიტომ მე მინდა მივესალმოთ ჩვენს უხუცესებს, სად არიან ბატონები. გოგი კახიძე და დავით ქუჩულორი, საღამოშიდობისა ბატონებო. მოგესალმებით ბატონო სამხანი. საღამოშიდობის ბატონო სამხანი. აბა რა ხდება გითხარით? საინტერესო თამაში არის, დაძაბული თამაშია, გუნდი მე მგონი კარგად თამაშობს და უსურვებრო ცოტა მობილიზდნენ და თამაშის რა გითხრათ ბატონ დავით რა. თამაშობს რა. იმედი მაქვს რომ ბატონი დავით სიჭინავას გუნდი მოახერხებს რევანშის აღებას გასული წელს. ჩოხატაური მოვიდა მალხა შხიკვა და ჩოხატაური. ბატონ ზურა ფარჯიანი. დიახ ბატონო. ამერიკაში ხო სწავლობთ? იყო ეგრე. რა სწავლობთ? უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი ვარ. გადმოგვითარგმნეს ამერიკულიდან ქართულზე? მაგაზე უსაფრთხოების კვლევების security studies. კეთილი. კაი, მაშინ გითხრათ უბრალოდ მირანდას წესი, იცით რა არის? დიახ, მირანდას წესი გონებს იმაში, რომ დაკავებისთან უნდა განემარტოს მისი უფლებები. ხო, რომ მას გააჩნია დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემის თავის შეკავების უფლება. ადვოკატის უფლება არ დაიბრალოს დანაშაული და ყველაფერასაც იტყვი შეიძლება მის წინააღმდეგ გავა. всё, იცით. ყურადღება. ქართველმა ბლოგერმა ერეკლემ ხალაიამ თავის ბლოგში დააწერა, რომ მირანდას წესის მაგვარი იდეა უკვე გამოითქვა ამ ნორმის მიღებამდე დაახლოებით 8 საუკუნით ადრე აფორიზმის სახით. ყურადღება შეკითხვა, ბატონ ზურა. 1 წუთის შემდეგ ვითხარით ეს ქართული აფორიზმი, რომ დუმილის უფლება, თქვენ გაქვთ დუმილის უფლება. აფორიზმები ჩამომითვალეთ დუმილზე და საუბარზე. ეს ხო არ არის თქო გიორგი მერჩულე რა, ბძადმეტყველებაი ვერცხლია წმინდა იყო დუმილი ოქროჩეული ხო დუმილზე თუ დუმილის უფლება. ის არის მირანდა. 1960 საუკუნია. მე-20 საუკუნეში არის მაშინ ვერცხლიანი და მერჩულე არ ჯდება წელიწადში, მერჩულე არ ჯდება, მერჩულე არ ჯდება, უკანა. მე-11 არ ჯდება მაშინ. არა, მე-12 უნდა ჯდება შო. კაი, შოთაგან ჩამომითვალეთ კიდე რა იცით აფორიზმები ეგეთი. ბევრი აფორიზმი დუმილზე ერთ-ერთია რა აშკარად. იცი რა აზრობრივად ჯდება რა ხა სხვა. მაგრამ აზრობრივად დაშავდების არ არის რა. როგორ რა არის, სხვა რა. დრო ამოიწურა. ამოიწურა. დრო. ბატონო წამყვანო. 1 წუთი. ვინ ჩამოაყალიბებს ახლა თავიდან ბოლომდე აფორიზმს? მე ჩამოყალიბებ ბატონო წამყვანო, ეს არის 1 წუთი სიჩუმე. დიახ. აფორიზმს მოგვიყვება დავით სიჩინო. ეს აფორიზმი არის ზოგჯერ თქმას ჯობს, არა თქმასა ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. მირანდას წესში ზუსტად ესე არის, თქვენ გაქვთ უფლება გამოიყენოთ, მაგრამ შეგიძლიათ არც გამოიყენოთ. ეს სწორი პასუხია. ზოგჯერ თქმას ჯობს, არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. დათხოვნა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა. ვაზირის საუბარი 751 სტროფი. ვეფხისტყაოსანი შოთა რუსთაველი. 3-3 გახდა ანგარიში დავით სიჭინავამ მოუტანა ქულა თავის გუნდს, მეორე ქულა მოუტანა სიჭინავამ. და მასვე ერგო ევროპა ბეთის 400 ლარი, რომელიც ჩაირიცხება სიჭინავას თავარ ანგარიშზე.